ვინ არიან გამოხატულნი გუსტავ კლიმტის ეპოქალურ ნახატში კოცნა? ან რატომ არ პასუხობს ქალი კოცნითვე მამაკაცს? მამაკაცი ქალს განსაკუთრებული სიფრთხილით ეხება და განსაკუთრებული ვნებით კოცნის მას ლუყაზე. თითქოს ისინი სიყვარულის უფსკრულის პირას დგანან. მაგრამ ვინ არიან ისინი? ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი არ არსებობს. თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ისინი თავად გუსტავ კლიმტი და მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული ემილი ფლოგე არიან. მხატვარს ახალგაზრდა დიზაინერ ქალთან საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ ჩახლართული სასიყვარულო ისტორია აკავშირებდა. მათ ურთიერთობა არასოდეს გაუსაჯაროებიათ და არც ქორწინებით გაუმყარებიათ იგი. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ კლიმტი არასოდეს ხატავდა ავტოპორტრეტს. ავსტრიელი მხატვარი ამბობდა: Wer etwas über mich wissen will, sollte sich meine Werke genau ansehen. და მართლაც, კლიმტის შემოქმედებითი ენერგია ყოველთვის ქალზე იყო კონცენტრირებული. მამაკაცი მისი ტილოების იშვიათი სტუმარია და თუ სადმე ჩანს, ყოველთვის სახის გარეშე. სწორედ ისე, როგორც ამ ნახატზე. სიმბოლისტ მხატვარს თავად არასოდეს განუმარტავს თუ ვინ არიან წყვილი სურათიდან. არც განმარტებით გამოსულა ოდესმე და არც კრიტიკოსებისთვის უპასუხნია. თუმცა წლების შემდეგ, როდესაც სასიკვდილო სარეცელზე პნევმონიით დაავადებული იწვა, ერთადერთი სახელი, რომელიც წარმოთქვა, იყო ემილი. სიკვდილს მასთან ერთად შეხვდა, ვინც ყოველთვის იყო მის ფერწერაში, სიყვარულში, სიჩუმეში, კოცნაში.